Final call for boarding for the last remaining passengers. Last remaining passengers on Philippine Airlines flight PR209 bound for Melbourne. Please board the aircraft now to gate Денег, я никак бы закрыты. Для театра, который удостоил меня честью носить мое имя. Я как директор фестиваля, я могу მე როგორც сказать, ფესტივალის დირექტორი დიდ განცდაში ვარ, რადგან ამ ფესტივალში მონაწილეობენ დრამატული, მუსიკალური და სხვადასხვა სახელოვნებო დასები მსოფლიოს 11 ქვეყნიდან. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობენ ჩვენი ქართველი მეგობრები ქუთაისიდან, რომლებთანაც დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. შემდგომშიც დიდ პროექტებს გვეგმავთ. ჩვენმა მაყურებლებმა უკვე კარგად იციან ქართული თეატრის შესახებ, კონკრეტულად კი ქუთაისის თეატრის და მოუთმენლად ელოდებიან მათ ხილვას ჩვენ სცენაზე. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქართველები სპექტაკლს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოადგენენ და ეს იქნება როგორც შემოქმედებითი, ასევე ცერემონიალური ზეიმის დღე. ეს ურთიერთობა უფრო გამყარდება და ბევრ საინტერესო სპექტაკლს იხილავს როგორც მოლდაველი, ასევე ქართველი მაყურებელი. Я дружу с театром очень давно. Наше вино всегда, когда... Yes. Давайте со всеми. Давайте. И будем на улице, я буду дегустация с вами. Мы закончили пейтинг, да, как... Да, რომ გაუმარჯოს, მოდით მეგობრებო, ამ ურთიერთობას. დღეს არის პირველი დღე, როცა გარეთ გამოვედით, გუშინ ჩამოვედით, დავისვენეთ. ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. ძალიან კარგი მასპინძელი დაგვხდა და ყველაზე მთავარი ჩემთვის ისაა, რომ გარემოც, ხალხიც, თითქოს საქართველოში ვარ, ისეთი ბუნება, ისეთი თბილი ხალხია. ნახოთ, ხვალ სპექტაკლი გვაქვს და ვეცდებით, რომ ვასიამოვნოთ ამ ჩვენსავით კარგ ხალხს. I'm the head of Europe Culture Forum. მე ვარ ევროპის კულტურის საზოგადოების ხელმძღვანელი. ვარ ჟურნალისტი გერმანიიდან. კიშინევში უკვე რამოდენიმეჯერ ვიმყოფები. მოხარული ვარ, რომ თქვენი თეატრი აქ იმყოფება და ხვალ გვიჩვენებს წარმოდგენას. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ თბილისში ჩამოვედი. იქ ვნახე გიორგი თავაძის წარმოდგენა. მესაჭიროება მოხუცი კლოუნი, რომელიც ფანტასტიკური იყო. პიესამ ისეთი საოცარი შთაბეჭდილება დამიტოვა და ისე მოვიხიბლე, რომ ამის შემდეგ დავინტერესდი თუ რა საქმიანობენ რეალურად ჯამბაზები. შემდეგ მე ისინი მოვიწვიე ფესტივალზე, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათ მეგობრებას მოლდოვასთან. მე ახლაც კი კარგად მახსოვს ის სპექტაკლი. საოცარი დახვედრა და სტუმარმასპინძლობა, რომელიც არ გვიყვით ქართულებს, მაგრამ რაღაცნაირად სტიმულის მომცემია და ამ ყველაფერს უკან დაუბრუნებ ხვალ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი სპექტაკლი თელვერის ბანკ, რომელიც შედგება ხვალ საღამოს 6 საათზე და ეპატიჟებს ყველას. მადლობა საქართველოს, მადლობა მოლდოვას და გამომარჯოს ხელოვნებას, რომელიც აერთიანებს ამ ყველაფერს. გამომარჯოს.
ძალიან საინტერესო დრო იყო დღეს სპექტაკლიდან გამომდინარე, დილიდან მომყოლებული არ მარტო სპექტაკლიდან გამომდინარე, დილიდან მოყოლებული და თვითონ დაფიქრული დღე ქონდა. იმარ მასვიდები ხალხი ძალიან კარგად მიმართულდა და ყველანაირად განვდები. ყველაფერი გააკეთეს და იზრუნეს ჩვენზე თავიდან ბოლომდე ვთქვათ. და დღეს უკვე საღამოს დავეცარი სპექტაკლად. ნებისმიერ თეატრალურ ფესტივალის სპექტაკლის იზომება ყოველთვის და ასეთი მოდით და ეს კორეულ სპექტაკლს დავეცარი. საინტერესო გადაწყვეტა ჰქონდა ფრეკენჟულის მინდაგი თემის ადრე. და ნუ ახლა ნახოთ, შემდეგ უკვე ჩვენ სპექტაკლებს უკვე ჩვენი სპექტაკლისათვის და ნახოთ რა გამოვა. დღეს ჩვენმა მასპინძლებმა ძალიან საინტერესო დღე მოგვიწვეს. გაგვიმასპინძლდნენ თავიანთი ღვინით, წაგვიყვანეს ქალაქ გარეთ. ესეთ საინტერესო ადგილას, სადაც მთელი დღის განმავლობაში ვისხედით და უყვებოდით ერთმანეთს ჩვენ ისტორიებს. ძალიან თბილი საინტერესო ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ვიმედოვნებ, რომ ეს მეგობრობა, რომელიც ამჟამად სუფევს ჩვენს შორის, გადაიზრდება ძალიან დიდ ურთიერთობებში.